მოგესალმებით მეგობრებო, სულ ახლახანს ევროპარლამენტარმა ფიდიასმა, რომელიც არის ხშირად იმით ცნობილი, რომ ის აკრიტიკებს ღიად და დაუფარავად პირდაპირ ევროკავშირის ტრიბუნიდან მთლიანად მაგ სისტემას, განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ იგეგმება ევროს, როგორც ესე ვთქვათ, ფულადი ერთეულის ჩანაცვლება ციფრული ვალუტით. ციფრული ვალუტა რას ნიშნავს ახლა? ძალიან კარგად იცით, ეს არის ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ შეთავაზებული ახალი პროექტი, რომელიც 2028 წლიდან უნდა დაინერგოს, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს ფული, რაც აქამდე ევროს სახით ქეშად თქვენ იცოდით, უქმდება და ყველაფერი გადადის ციფრულ, ესე ვთქვათ, ვალუტაში. რაც იმას აძლევს ევროკავშირს, რომ თქვენი საფულე, თქვენი ხარჯები, ყველაფერი აბსოლუტურად, რაც ფინანსურ ტრანზაქციებს უკავშირდება, ყველაფერი აკონტროლოს, რაც არის გლობალური მართლობის ერთ-ერთი პირველი პრინციპი. მეგობრებო, ამაზე ჩაწერა ფიდიასმა ვიდეო, რაზედაც მე რეაქცია მინდა ჩავწერო, მოგასმენია თვითონ ევროპარლამენტარი, ფიდიასი, რომელიც არის ძალიან კარგი ბიჭი და რომელიც ღიად აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას თვითონ ევროკავშირის ტრიბუნიდან, რაც არის ფენომენალურად დასაფასებელი რაღაცა. აქედან გამომდინარე, მოდი ახლა მოვისმინოთ ამ ბიჭის ახსნა თავიდან ბოლომდე რა არის ციფრული ვალუტა, რას აპირებენ ევროკავშირში. ხოლო სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, გთხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, გამოყვეთ ინსტაგრამზე, რომელიც აღწერა შემიძლებული და სრულ შემთხვევაში გაკეთოთ დონაცია და არხის განვითარებაში დაეხმაროთ. ახლა გადავიდეთ ვიდეო რეაქციაზე. European Union wants to control your money. ევროპის კავშირს, ევროკავშირს, კომუნისტურ კავშირს უნდა რომ აკონტროლოს შენი ფულიო. მე გადაგითარგმნით. With the digital euro. This is what many people think about the digital euro. The new controversial project. ეს კონტროვერსიული პროექტი ბუნებრივი არის, იმიტომ არის კონტროვერსიული პროექტი, რომ ამას თვითონ ევროპის დიდი ნაწილი მოსახლეობას არ ეთანხმება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი გადადის ევროპის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში. Of the European Central Bank. And because I see that there are a lot of unknown things about this topic, let me, a member of the European Parliament, clarify exactly what really is the digital euro. ანუ მე ხა მოგახსენებთ ყველაფერს როგორც ევროკავშირის წევრის, ანუ ევროპარლამენტის წევრი მე თვითონ მოგახსენებთ რა არის ამ ყველაფერში, აგიხსნით თავიდან ბოლომდე ამ სისტემასო და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთო, რამდენად სწორია და რამდენად არასწორიაო. The best way to describe the digital euro is that it will be an alternative to the current payments. ანუ თავარი ალტერნატივა აქ რაც არის, თავარი ალტერნატივა ეს არის რომ ეს არის დღევანდელი Mastercard-ის და Visa-ის ალტერნატიული ციფრული ვალუტა, ხვდებით? ანუ ალტერნატიული თავიდან ბოლომდე. ანუ ეს არ არის რაღაცა მაგალითად ერთ-ერთი ვარიანტი, ეს არის თავიდან ბოლომდე ალტერნატიული მოდელი, თავიდან ბოლომდე. Basically, right now when you use your card to pay in a store, what is happening is that you send money from your bank account to the bank account of the store. But this process is not as simple as ანუ ეხლა როდესაც თქვენ შესყიდვას რამეს ანხორციელებთო, თქვენი ვინდანო რა ქვია პირადი ვალეტიდან ან საფულიდან მიდისო ბანკშიო ეს ყველაფერი. It sounds. This is because you need in the middle of your bank account a payment processor. ანუ payment processor, ანუ შუამავალი ბანკი ყავს, რომელიც ამ ყველაფერს ანხორციელებსო რა, ანუ Visa-ი და Mastercard-ით, რომელსაც თქვენ და ჩვენ ახლა ვიყენებთ ამ შემოწმებით. What's the problem? Well, basically, the payment processor business is dominated by American companies. ანუ ეს კომპანიები Visa-ს და Mastercard-ის არის ამერიკული, ესე ვთქვათ, მთავარი კომპანიები, რომელიც ამ ყველაფერს ანხორციელებენ, როგორც შუამავალი ბანკები. Namely Visa and Mastercard, which are in control of more than 50% of all card payments in Europe. Actually, you can check yourself your own credit or debit card, and it will be most probably a Visa or a Mastercard. So, yes, my friend, most of the time when a card payment is made in Europe, the money is handled by an American company before arriving to the other European bank account. And not only this, but because Visa and Mastercard control most of the market, they act like a monopoly. Actually, it's called duopoly. And they're able to increase the transaction fees without fear, as they have no real competition. So here is where it comes, the digital euro. ეხლა როგორ ნაცვლდება, აი ეს პრინციპი მინდა ეხლა თქვენ გაიგოთ, ანუ ის ერთი შეხედოთ რომ შეხედო ამ ყველაფერსო თითქოს ამერიკული, ეთქვათ, მონოპოლისგან თავისუფლდებიო რა თითქოსო, მაგრამ აქ არის თავარი კითხვის ნიშნები, რომელსაც ცენტრალური ბანკი უკვე სვავსო რა. Basically is the European Union attempt to make a competition for Visa and Mastercard. ხო, ანუ digital, ანუ ეს ციფრული ვალუტა ცდილობს რომ კონკურენცია შევიდეს Mastercard-თანო და Visa-სთანო.
მაგრამ აქ რა სადიმალება ეს ზაღლის ფეხი. And this way gain our European economic autonomy. In practice, with the digital euro, instead of paying through your bank account, you would have a digital wallet with the European Central Bank. ანუ ამ თქვენი პირადი ესე ვთქვათ საფულის მაგივრად გეკრება ციფრული საფულე თავიდან ბოლომდე, რომელიც ანუ ყოველგვარი შუამოვალი ბანკის გარეშე პირდაპირ კავშირი, ანუ ცენტრალური ბანკის გარეშე ვერაფერს ვერ შეიწენს, საერთოდ ვერაფერს ვერ გაიდით, ვერაფერს ვერ იყიდით. ანუ აქ შუამავლად აღარ ფუნქციონებს, ანუ ის არის ცენტრალური მთავარი კონტროლი, უკვე ხვდებით? თუ აქამდე Visa და Mastercard-ი ნაწილობრივ იყო. With this digital wallet, you will be able to directly buy and pay for things ხო, აი პირდაპირ შეგიძლია იყიდო ყველაფერი სტორიდანო, აი მაგაზე ნახეთ. In a store which also uses digital euro without the need of an American payment processor in the middle of your payment. So because to use the digital euro, you don't need a bank account or a payment processor. აჰა, ანუ გადახდის პროცესორი, ანუ ის ტვინი ჩიპი რაც გააქვს, ანუ ეს აღარ გჭირდება მომანტო. და არ შუამოვალი ბანკები, ანუ pirდაპირ ანხორციელებ ტრანზაქციას. Many experts are describing how digital euro works, basically the same as cash ისე უმუშაობს როგორც ქეშიო, მაგრამ works. Of course, with the main difference that the digital euro is not physical. ხო, და თავარი განსხვავებული არის, ის არ არის ფიზიკური, ანუ ის არ არის ქეში. ანუ ვერ გაანახდებ, ხვდებით? აი დაუშვათ ეურო ცენტრალურ ბანკს რომ მომუდეს აი თქვენ ვიღაცამ მაგალითად რავი გიორგი ჭუმბურიძემ რამე აღარ იყიდოს, უბრალოდ დაბლოკავს ყველაფერში და ვერც გაანახდებს რა, ანუ შეერი შეიძლება მოკვდეს. ანუ სრული ცენტრალიზირებული კონტროლი, ხვდებით? ანუ ეს არის ბოროტება. It's digital. So, yes my friend, in general this sounds good, but where is the catch? ანუ კაჩი სად არისო ეხლა რა, ეს კი კარგად ჟღერსო, ანუ თავიდან რომ თავისუფლები ამერიკული იმებისგანო, მაგრამ სად არის აქ აი ზაღალის თავი? Well, the main counter argument that people make is that the digital euro might be an attempt of the EU to directly control how you spend your money. ანუ ეს არის მცდელობა რომ ევროკავშირი აკონტროლებს თუ როგორ უნდა დახარჯოთ და როგორ უნდა განკარგოთ თქვენი პირადი ციფრული საფულეო. ხვდებით? ანუ იმენა ევროკავშირი აკონტროლებს ამას. აი მეტი რაღა გინდათ გლობალურ მართლობაზე და მეტი რაღა გინდათ ამ იმებზე და ჩიპებზე და იმაზე, რომელიც პირდაპირ ანუ კონცეფციურად ერთ-ერთი ეგ არის. This is because hypothetically the European Central Bank could be able to see all the payments you make through your ხო, აი ნახეთ და ამის გარდა კიდევ ეს ცენტრალური ბანკი ხედავს თქვენ რა რეებს ანხორციელებთ, რა დროს, რა სყიდულობთ, რა სყიდით, ყველაფერს თვალსადევნებს აბსოლუტურად რა, ანუ არაფერშიც აღარ გამჭირვალობაც კი აღარაფერში აღარ დარჩება, იმდენად კონტროლის ქვეშა ეს ყველაფერი. Digital wallet. Still, there are many things we don't know about the digital euro, as it is a project that is still being developed. ხო, რომელზეც ხაც ვითარდება ეს პროექტიო. And for now, the EU plans to release it in 2020. ხო, როგორც გითხარით, 2028 წელს გეგმავს ამ პროექტის სამუშაობას, მეგობრებო. And we all know how slow the EU is, so it might be even released as late as 2020. ხო, ჩვენ ვიცით როგორ გვიან ანუ როგორ გაჯანჯელებული მუშაობს ევროკავშირიო და ზოგადად ევროპარლამენტიო და ამიტომ შეიძლება 2028 წელს მაგერად 2030 წელს ანუ უფრო გვიან მივიღოთ ეს პროექტიო რა. 2030. But I'm curious to hear your thoughts. Is digital euro something that Europe needs? ეხლა მე შენ გეკითხებიო. საერთოდ ჭირდებაო ევროკავშირსო ციფრული ევრო? აბა ეხლა თქვენ თავს კითხეთ. ეს არის მეგობრებო მცდელობა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დანერგილი პროგრამა, რომელიც ახდენს პრაქტიკულად თქვენ ფინანსურ ყველა ესე ვთქვათ საფულესთან სრულ კონტროლს. ანუ მაგალითად დღევანდელ დროში რომ შეგიძლია ადგედავ Visa-ით ან Mastercard-ით ქეშად ფული გაანახდო, ხო? და რაღაცებს თავი არიდო ამ შემთხვევაში. მაგ შემთხვევაში ვეღარ შეძლებ, ვეღარაფერს ვეღარ იყიდი. და ვეღარაფერს ვეღარ გაყიდი, მაგ ციფრული საფულის გარეშე და ეს რამეს ხო არ გახსენებთ ბიბლიურად. რამეს ხო არ გახსენებთ ეს აპოკალიფტურად. რომ ვერაფერს ვერ იყიდი და ვერ გაყიდი ხეცის ნიშანის გარეშე. ეს აპოკალიფში წერია ეს ყველაფერი. და ამ ყველაფერს ევროკავშირი ინერგავს. ჯერ წევრ სახელმწიფოებში, მერე ასოცირებით დაკავშირებულ ქვეყნებში, მერე პერიფერიულ ქვეყნებში, მერე არაევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მერე მეყოლონ ვარდივით აბსოლუტურად მთელი მსოფლიო, როდესაც მთელი ეს კაცობრიობის მთელი კაპიტალი, მეთი მთავარი ესე ვთქვათ, პირადი საფულე გადავა ევროპის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში. ხო, აი ეხლა მოდი ეხლა ამ ყველაფერს შევხედოთ, ეს თუ არ არის რეალური, ესე ვთქვათ, კონტროლის მცდელობა სრულად ადამიანზე, მაშინ რა არის მითხარით? აი რა არის სხვა რითიც შეიძლება თქვენ გაკონტროლონ და ვერ გაკონტროლებენ. აქედან გამომდინარე ეს პროექტი არის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად.
ამას არ უნდა დაიმორჩილოს საერთოდ ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად თქვენ სიცოცხლეზე ყოფნა არ ყოფნაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ პრაქტიკულად ფული არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ არსებობაში გეხმარებათ და ბუნებრივი ამაზე კონტროლის დამყარება ნიშნავს, რომ თქვენს გადაწყვეტილებებზე, თქვენს ოცნებებზე, თქვენს ესე ვთქვათ, ასე ყიდვა-გაიდვასთან აბსოლუტურად ყველაფერთან ეკნება პირდაპირ კავშირი და თან კონტროლი. და ვინმე ჭე კატეგორიის ადამიანი თუ არ მოუნდათ, ისე ჩახსინեն და ბლოკავენ, რომ ის ადამიანი საერთოდ ვერაფერს ვერ ციყიდის და ვერც გაიდის, ანუ მთელი ფული და მთელი სისტემა არის ევროპის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში. აი ამაზე დიდი deep state რა არის, მითხარით. აი ამაზე დიდი ტოტალური კონტროლი მითხარით რა არის. აი ხა ხო მოვისმინე თავიდან ბოლომდე ეს ვიდეო. აი ზედმეტი კომენტარების გარშე აღარ ვაგზელე სპეციალურად. აი დაწერეთ თქვენი აზრი, აი ამასთან დაკავშირებით, გამოთქვით თქვენი ვარაუდი და ერთი ნორმალური არგუმენტი მაინც თუ არსებობს, რომელიც ამას დაიცავს ამ თეორიას, მართლა ძალიან მაინტერესებს და ზოგადად თქვენი განწყობა რა არის ციფრულ ფულთან დაკავშირებით და თქვენ მიიღებთ თუ არა ამ ყველაფერში მონაწილეობას. დაწერეთ დაბლა კომენტარებში, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და რამოდენიმე დღეში ჩვენ ისევ შევხვდებით. აი ამ კითხვით სპეციალურად, იმიტომ ვამთავრებ ამ ვიდეოს მცირე კომენტარების შედეგად, რომ თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს ახლა ამასთან მიმართებაში, ვიდრე ის, რაც ჩემგან უკვე 10,000 შეგავთ მოსმენილი. დროებით.